მოგესალმებით, დღეს ჩვენ გადავალთ ახალ ეტაპზე, ასე ვთქვათ, მე უკვე შევქმენი ერთ-ერთი უკვე ახსენი ერთ-ერთი ვერსია თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ვებგვერდი ნულიდან ძრავის გარეშე, რა თქმა უნდა. და ახლა მინდა უფრო გავართულო ეს თემა, ანუ რადგან საინტერესო გახდა და იყო გამოხმაურება ინტერნეტში, მით უმეტეს როდესაც მომხმარებელს მოეწონა შეიძლება ითქვას ის თუ როგორ შეიძლება დავამზადოთ ესა თუ ის პროდუქტი, ეს ძალიან კარგია და რადგან ასევე იყო მოთხოვნები გავართულოთ ჩვენი თემა. საქმე რაშია? ჩვეულებრივი ვებგვერდის შექმნა, როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ დროს მოითხოვს და საჭიროა ამ სკრიპტების შენახვა, რომ შემდგომში ჩვენ გამოვიყენოთ, მაგრამ თუ არა გვაქვს, რა თქმა უნდა და ვერ შევინახეთ, ანუ რაღაც მოხდა, ასევე უნდა ვიცოდეთ კოდირების ენა. ეს აუცილებელია. მის გარეშე მარტო სკრიპტებით, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ გავახდენთ. მოკლედ, ჩვენ ერთი ვებგვერდი შევქმნით, რაღაც დონეზე ვიცით, მაგრამ ერთი ვებგვერდით არ შემოიფარგლება ის ყოველდღიურად. აი, სულ უნდა მუშაობდე ამ თემაზე, რომ შემდეგ მასში აღმოაჩინო რაღაც სიახლეები, გაიგო უფრო მეტი რაღაც ფუნქციები და ასე შემდეგ, თანათან პრაქტიკასთან ერთად მოდის მისი უფრო საინტერესო ხდება, იმიტომ რომ როდესაც ერთ და ორს გააკეთებ, ხვდები, რომ გაცილებით უფრო მეტი შეგიძლია და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ საინტერესო თემაა, ხო უფრო რთულ საიტს ავაწყობ და შემდეგ როგორც უკვე ჩვენ შევკვირდით, შეგვიძლია ავაწყოთ სკრიპტი, შეგვიძლია ავაწყოთ ფაილ ჰოსტინგი, ანუ ეს საქმე რაშია შეუძლია, მაგალითად, სურათების ჰოსტინგი, ანუ როგორც მაგალითად არის PXG ან რუსული ნებისმიერი ზონა. სადაც შეგვიძლია ინტერნეტში ავტვირთოთ სურათები, ჰოსტინგები გვარს, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი კონტექსტ ძალიან მარტივი და სერიას მოთაშორის ეს რაღაც ნახევარი საათის საქმეა ალბათ. კარგი, მე ახლა სანამ მომავალზე ვისაუბრებ, მოდი ჯერ უბრალოდ შევქმნათ უფრო რთული ტიპის ვებგვერდი, როგორც წინა იყო. აქ მე გრაფიკას ძირითადად ყურადღებას არ მივაქცევ, მთავარ ყურადღებას მივაქცევ ის ფუნქციონალურობას. მოკლედ, ვიწყებ და პირველი დაგჭირდება ჩვენი ჰოსტინგი, ანუ ლოკალური სერვერი, ეს არის ამ შემთხვევაში ვიყენებთ ჩემს კომპიუტერს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიქირავო ინტერნეტში სივრცე, რა თქმა უნდა, ეს ჯერჯერობით ჩემთვის არ არის სასურველი და არც მოითხოვს, აუცილებლობა არ არის უბრალოდ და მაქვს ლოკალური სერვერი, რომელსაც შემიძლია ტესტირება გავუკეთო ყველა იმ პროდუქტს, რასაც მე ვაჩვენებ. ეს ჩვენთვის ნაცნობია და მე ამაზე გადავიღე ვიდეო. აქ არის ხოლმე რომ აპაჩი არ ერთვება და ამ შემთხვევაში უნდა გავთიშოთ Skype, იმიტომ რომ Skype იყენებს მე-80 პორტს, ასევე მე-80 პორტს იყენებს აპაჩიც. და საქმე რაშია? როდესაც ისინი ერთდროულად იქნებიან გაშვებული, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ეჯახებიან და შედეგად Skype არ ატარებს სხვა ინფორმაციას. ამიტომ სასურველია გაითიშება Skype, აი როგორც ხარ დაგწერე რომ მე-80 პორტს იყენებს, ანუ გაითიშება Skype და ჩართვის შემდეგ შეგვიძლია ჩავთვოთ. მე აპაჩი უკვე აღარ უშლის ხელს. კარგი, ნუ ორივეს აქ start მივცემთ და ეს ყველაფერი აქტიური გახდება, ჩვენ გვექნება local host-ი. მე ეს უკვე განვიხილე. მაქვს local host-ი, რომელსაც აქ ესეთი მშვენიერი RAM, ეს არის ჩვეულებრივი ფოლდერი და მასში მოთავსებულია ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახალი საიტი. local host-ი განლაგებულია C დისკზე და აქ ხდება მასში საიტების შეყვანა. მე ხა გავაკეთებ ახალ საიტს, ამიტომ მას დავაწეროთ სახელი ტესტი. აი აქ მოვათავსებ მე ახალ ვებგვერდს. კი ბატონო, ეს უკვე აღარ დაგჭირდება, წავშალოთ და აქაც შეგვიძლია გადავტვირთოთ, რომ გაჩნდება ახალი ფოლდერი, ეს არის test ფოლდერი, რომელიც შეიქმნა, თავის თარიღი აწერია, შევიდე შიგნით, ამ შემთხვევაში მასში ინფორმაცია არ არის. პირველ რიგში ვებგვერდის შესაქმნელად დამჭირდება index.html, ანუ მე ხა იგივეს ვიძახი, რაც წინათ გავაკეთე და მე მგონი ყველაფრის თავიდან ახსნა არ არის სასურველი, ამიტომ შედარებით ინფორმაციას უფრო ცოტას ვიტყვი, უფრო მეტი გამოჩნდება ვიდეოს საშუალებით. ნაკლები თეორია იქნება, შეიძლება ასე ითქვას და მეტი თეორიის მისაღებად შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე ჩვენი წინა პოსტები, სადაც დაწვრილებით არის git HTML განხილული, git PHP, CSS და ასე შემდეგ. რას შევძლებთ ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გასაგებ ენაზე ვთქვათ ეს ყველაფერი. კარგი, პირველ რიგში ვებგვერდის შესაქმნელად დაგჭირდება index.html და სტანდარტული index ფაილი. სტანდარტული HTML ფაილი უბრალოდ. მას უნდა დავარქვათ აუცილებლად სახელი. მოვახდინოთ მისი შენახვა. X სადაც ჩვენი ვებგვერდი ჰოსტება, ანუ test folder-ში. და მისი სახელი იქნება index-ი.
ესეც ასე. ჩვენ ახლა აქ მივაერთოთ ჩვენი ფოლდერი, რომ მასში თავისუფლად ვიმოძრაოთ, არ დამჭირდეს მერე გადასვლა გადმოსვლები. ჩვენ ვართ კომპიუტერში. გავაკეთოთ ახალი საიტი. მისი სახელია test და იმყოფება ფოლდერში test. ჩავსვით და პირველი არის index.html ჩვეულებრივ. მასში ჯერჯერობით ამ ფოლდერში სხვა არ არის. შესაბამისად, როდესაც ინდექსი გაუჩნდება ვებგვერდს, ის უკვე რაღაც აზრი გამოჩნდა, წაიშალა და მას გააჩნია ინდექსი. ანუ მას გააჩნია უკვე რაღაც ფოლდერი, რომელსაც ჩვენ უკვე როგორც გითხარით, ანუ ბრაუზერი თუ რაღაც ფოლდერებში იქნება index.html, ის ავტომატურად მიმართავს მას, ესეა დაპროგრამებული და ესე იქნება, სანამ რაღაც გადატრიალება არ მოხდება ინტერნეტ სფეროში. და როდესაც ინდექსის გარდა სხვა ფაილებს ხედავს, თუ მასთან კავშირი არ იქნება, ან თუ ინდექს მასთან კავშირი არ იქნება, ისინი სხვა ფაილებს ვერც მიხვდება და არც დაუკავშირდება. ყველაფერს მართავს ინდექსი. პირველი default ასეთი სახელი, რომელიც არჩეულია ოდითგანვე და ასე ვთქვათ, ჩვენ გვეხმარება ვებგვერდის შექმნაში. კარგი, ჩვეულებრივ ფოლდერი მიერთებულია, ახლა დავიწყოთ ინდექსის რედაქტირება, რომ რაღაც ასე ვთქვათ, ვებგვერდის პირველი გვერდი შევქმნათ. დავიწყოთ ახლა სტანდარტულ HTML-თან მუშაობ ჯერჯერობით. პირველი ეს აუცილებელია და ის ავტომატურად აცვამს ამას, head ეს არის თავი, ალბათ ვიცით. კოდირება UTF-ი, კი ბატონო და მისი სახელი, ვებგვერდის სახელი. სასტელი ვებგვერდი დავწერე. მეტადეგები, წარწერა არის UTF-8-ზე, ასევე დაგჭირდება ჯერჯერობით ინგლისური ენა. და ასევე დაგჭირდება ტაგები, ხო? შესაბამისი კოდირებით. საერთოდ როდესაც რამე სრულებას გავაკეთებთ, save ეს სახრანის შენახვა, ასე ვთქვათ, სასურველი. ნორმალური ვებგვერდის სასაწყობად ასევე აუცილებელია CSS. ყოველგვარ ვიცით, ეს არის სტილი და სილამაზე. მოკლედ დავიწყებთ ასევე CSS-თან მიერთებას ამ ყველაფერს. მისამართი ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა გამოვიყენებ ჩემს ფოლდერში შევქმნი CSS და მე შევქმნი და მაინც CSS დავარქმევ ძირითადად. თავარი აქ მის მიუთითო რა მისამართი და მე მაგას უკვე გავაკეთებთ. ტიპიც ასევე text CSS იქნება. ანუ CSS იქნება რა იტყვი. ჩვენ ახ შეგვიძლია მოტო კოდირება გავხსნით ახლა ყველად ნერვები რო არ მოუშალო და ამას შემდეგ აქ CSS-ში მაინც CSS-ი დაუკავშირდება და ის მისცემს მას დიზაინს რა. ესე გავაკეთოთ ახლა ბარემ აქ ვართ. შევქმნით ფოლდერი CSS-ი. შევქმნათ ახალი CSS-ი, რომლის სახელწოდებაც იქნება და შევინახოთ CSS ფოლდერში. მე მგონი გასაგებია ეს ყველაფერი.
გვიანებით მე გავწერთ და იქნება ლამაზი ნორმალური რამ. ახლა მოდი ახლა ჩვენ ვებგვერდი შევქმნათ დაახლოებით იგივე ტიპის როგორიც არის ჩვენი ვებგვერდი. ამ ტიპის შევქმნათ აქ სათაური იქიდან თითო ისა და შუაში სიახლეები. მოკლედ სტანდარტული ვებგვერდი შევქმნი უბრალოდ ამას დაუმატებ იგივე მაგალითად შესვლა გამოსვლის მას ვებგვერდი მიხვდეს ვინ შემოვიდა, ასევე ძიებას, ეს ადრე არ განვიხილია და არ ვიცით თაუშვეს შეიძლება ვიღაცამ რა თქმა უნდა არ იცის და ვიღაცამ იცის, ძიების პარამეტრების დაყენება და ასე სხვა მრავალი, რომელიც აუცილებელია ვებგვერდთან სამუშაოდ. დავიწყოთ, მოდი. გადავიდეთ უკვე მის ტანზე. როგორც უკვე არაერთხელ თქვი, ძალიან მარტივ ვებგვერდს ვაკეთებ და არ ვაკეთებ მარტივ მას დიზაინით, ასე რომ შეგიძლიათ რა თქმა უნდა სურათების ჩასმა მე დეტალურად განვიხილეთ და თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი სურათებით და შესაბამისად Photoshop-ში დამუშავებული თქვენთვის სასურველი ინფორმაციით დატვირთოთ. ასევე შეიძლება ეგეთ რაღაცა, ალბათ ვიცით რომ ინტერნეტში არის ხოლმე ძირითადად ვებგვერდების შეიძლება ადამიანები რომლებიც ქმნიან ვებგვერდებს და გვთავაზობენ მის როგორ თქვა დახატულ ვერსიას, ის არ არის დასრულებული, არ არის არც არაფერს არ წარმოადგენს, უბრალოდ დახატულია და თქვენ შეგიძლიათ ის აწყოთ ან არა აწყოთ, რავი, თქვენზეა დამოკიდებული და ასევე ასეთი თუ საინტერესო ვებგვერდის დიზაინი ჩაგივარდათ ხელში, შეიძლება რომ აეწყოს ძალიან კარგი ეს აქტივი დავხუროთ ეს თორე დავრჩება მე ხო. შესაძლოა Adobe შემთხვევაში გვეხმარება და კოდირების ცოდნა პრაქტიკულად არ გჭირდება. H2-ზე დავწერ მოდი მე ვებგვერდის სათაურს. არის შესაძლოა ბევრი ქართულ საიტზეც არის. ადამიანები არიან ხატავენ ვებგვერდს, არიციან, არ აინტერესებთ, რა ვიცი. ის დიზაინერია და თავისი საქმე არ არის, ასე ვთქვათ, არ აინტერესებს ვებგვერდის ხატვა, აწყობა, მისი მიზანია დახატოს რაღაცა და თუ დაგჭირდა, მე შენ თვითონ ასე ვთქვათ შექმნი ამ ვებგვერდისგან შედევს და მარტივად შეიძლება ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ. ახლა მოდი ჩვენ რას ვაკეთებთ. შევხედოთ. ვებგვერდის სათაური ეს აშურია უბედურება. ეს არ გვინდა აშკარად. ვებგვერდის სათაური დაეწერა კი ბატონო. გავაგრძელოთ. ეს ჩვენ ჰაშერით ანუ ქვევით ჩამოვწიოთ. იმიტომ რომ იქ განსხვავება იყოს ზედა თავს მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს და შუა მხარეს შორის. და დაგვჭირდება ასევე ანუ ჯერჯერობით გავაკეთოთ მოდი მთავარი განყოფილება. ეს დავხუროთ. და ამ მთავარ განყოფილებაში ჩვენ უნდა მქონდეს შუა ნაწილი, მარცხენა ნაწილი და მარჯვენა ნაწილი. პირველ რიგში რა თქმა უნდა და ჯერჯერობით იქნება მარცხენა ნაწილი. შემდეგ, იგივე კოდია და შეგვიძლია ჩვენ აქედან დავაკოპიროთ. ისეც მარჯვენა ნაწილი დავხუროთ და ცენტრალური ნაწილი. ამიტომ დავიწყოთ მენიუს წერა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მას სჭირდება დასახელება. H2-ზე დავწეროთ, მოდი. და ჩვეულებრივ სტანდარტული მენიუს გავაკეთებ. ახლა აქ როგორც მე შევთანხმდი, ძირითადად ფუნქციონალურობას შეეხება ეს გაკვეთილი და მოდი არ გადავტვირთოთ ძალიან, უბრალოდ ფუნქციონალურად გავაკეთოთ მაგარი, მაგრამ არა ვიზუალური დატვირთვით. სტანდარტული მენიუ. რაღაც ლინკი, რომელიც რა თქმა უნდა შემდეგში დაიწერება და არა ეხლა ეს ყველაფერი არ მჭირდება.
შეიძლება მთავარი გვერდად მიიჩნიოს. ესე. ერთი გვერდით არ შემოვიფარგლოთ და გავაკეთოთ რამოდენიმე გვერდი. მარტივად ამის კოპირებით. მისამართი ამ ეტაპზე მათ არ გააჩნიათ და მის შემდეგ თუ რამეში გავუმადგება, რა თქმა უნდა, მივანიჭებ კოდსაც და ყველაფერს. ხოლო აქ ჩაუწევთ მისამართს და ჩვეულებრივ დაუკავშირდება. აქ რაღაც მენიუ დაემატა, ვაგრძელებ და გავაკეთოთ ავტორიზაცია, ხო, საიტს. ისე შორში დავწევ, ისე გავადიდოთ ეს გამოყოთ თუ რა სათაურია. ესე აქტიურობა ჯერჯერობით არაფერი, ნუ შემდეგ რა თქმა უნდა მიუთითებ. ეს დავხუროთ და შევქმნათ უჯრა. მაგი დავხუროთ. ასევე დაგჭირდება სტრიქონი. და ხაზი. რა დაგვრჩა ნიკი და პაროლის დაყენება. ასე თქმა უნდა მოგვიანებით დაჭირდება მონაცემთა ბაზასთან მიერთება, იგივე უჯრას ვაკეთებთ. სადა ვარ და მიერთება input არის ჩვენ ვიცით. და იგივე დაგჭირდება ნიკი პაროლსაც. თავის უჯრიანა გადმოვა აქ. აქ ის არის, რა ქვია, ეს table რო გაიხსნა, ამას ხუდა უნდა ეს. რაღაც შეცდომებია, ანუ ეს თუ აქ რო გაიხსნა. აქ უნდა დაიხუროს. და ამის კოპირება დამჭირდება მე პაროლისთვის. აი ეგეთი ტიპის სისტემა მივიღო რა. როგორც ხედავთ აქ. ესეც პაროლი. ეგეთი ავტორიზაციის კუთხეს მივიღებ, ასე ვთქვათ. ნუ ეს რა თქმა უნდა მე დაუკავშირდება მონაცემთა ბაზას. დაგვრჩა ერთადერთი შესვლის ღილაკი. სივრცე მივცეთ, ასე ვთქვათ. ღილაკი submit. წარწერა, რა თქმა უნდა, კონდეს შესვლა.
ეგეთი ღილაკი. ეს ახლა ჩვენ დავამახსოვრებიოთ. ასევე საჭიროა რა თქმა უნდა რეგისტრაცია, ამიტომ კიდევ ერთ პუნქტს გავაკეთებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს უკვე აღარ დაგვჭირდება. დაგვჭირდება ჩვეულებრივი ლინკი. რეგისტრაცია ესე დაეწერება. ახლა ვნახოთ ჩვენ რა გაკეთდა. გაკეთდა ესეთი გვერდი ჯერჯერობით ნიკი პაროლი გააჩნია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გააჩნია. უნდა შეიქმნას მეორე გვერდი, შუა ნაწილი და ასე შემდეგ, მოკლედ ჯერჯერობით სამუშაო გვაქვს. გავაგზავნოთ. აქ მორჩა, ახლა ეს შევამოკლოთ, გადავიდეთ მეორე. ახლა მეორე მხარეს გადავიდეთ, ანუ მარჯვენა მხარეზე და აქ დაგვჭირდება რა, პირველ რიგში ძიება დავაყენოთ თუნდაც. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით დიეზით მოვნიშნოთ მნიშვნელობა. შემდეგ მოდიოდეს უჯრა. ამ უჯრაში უნდა დაიწეროს ტექსტი. კი ბატონო. ასევე დამჭირდება ღილაკი, ხო? Submit. დავაწეროთ მას. ასევე ძიება სახელით. გამოვა ეგეთი ტიპის. როგორც ხედავთ, ესეც ძიების განყოფილება შევქმნით. ბარემ ახავართ სარეკლამო ბანერებიც. გავაკეთოთ 1-2 ცალი. ეს კლასებს მე მივუერთეთ რა, ჯერჯერობით არა გვაქვს. არ შეგვიქმნია და იმიტომ. მაგრამ როდესაც შევქმნით, რა თქმა უნდა დავიმახსოვრებ აქ რა მისახელებიც მიწერია და სწორედ ამ სახელებით შევქმნი შესაბამის კლასს. რეკლამის კოდი. ესეც ასე, რეკლამის კოდი, კი ბატონო. და გადავიდეთ მესამე, ანუ ცენტრალურ ნაწილზე. აქაც დავდოთ ჩვენ. რომ ასევე გამოქვეყნდება აქ პოსტები და ასე შემდეგ. ასე თქვათ, პოსტის აღწერა, როდესაც გაკეთდება, ანუ მოკლე აღწერის ტექსტიც. ამასაც კლასები დაჭირდება, კლასს ჩვენ აუცილებლად მოგვიანებით შევავსებ და მივუთითებ. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ არსებობს და წინასწარ, ასე თქვათ, ვაკეთებ, სანამ ამასაც შევქმნი.
ესეც 100. ეს გავამრავლოთ. სტატიებიც რა თქმა უნდა რამოდენიმე იქნება და იმიტომ. ხო, აქ რაღაც შეიქმნა, ეს მოკლე აღწერის ტიპია რა, სტატიის მოკლე აღწერის ტიპია და მოდი კიდევ დამატებით რაღაცები დაგვჭირდება ამისათვის მაგალითად როგორიც არის სრულად ნახვა და ასე შემდეგ. ამიტომ მივამატოთ, ასევე დაგვჭირდება ისინი, რა ქვია, თარიღი და ასე შემდეგ. მაგალითად დღეს არის 24/07/2013. ამ თარიღს მე ისე მივამაგრებთ, რომ იმოძრაოს 0. როგორც წინაზე მივამაგრებთ, რომ ასე თქვა, როდესაც პოსტი დაიდება ავტომატურად, რომ შეიცვალოს. კი ბატონო, ქვევით ჩამოწევთ ეს. ჯერჯერობით ამას ლინკი არა აქვს, მაგრამ მოგვიანებით ექნება, ეს არის სრულად ნახვა. ჩვენ ამ ყველაფერს TPL ფაილებთან მუშაობის დროს უკვე განვიხილავთ. კარგი გქონდათ, რომ რაღაც ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და ერთ ფაილში. ამას აქ რაღაც შეცდომა. ეს არ არის დაკეტილი. ეს სრულად ნახვა და ეს ყველას მიუთითოთ. აქ 3 გავაკეთეთ. 3-ს მივანიჭოთ. ამას ჩვენ მე CSS-ში დავამუშავებთ, რომ ძალიან ლამაზადაც კი გამოჩნდება. ესეთი სტატიის მოკლე აღწერა მივიღე. ხო, აქ PS და ხურო არ დაგვავიწყდეს. და დაიხუროს ყველა სრულად ნახვასთან. დავავიწყეს რა ფასი დავიწყებული იყო. და ასევე დაგვჭირდება გვერდების სამღრიცხველი, ანუ საიტის ბოლოში რო ისინი წერია გვერდები, პირველი გვერდი, მეორე გვერდი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს გვერდებზე გადაიხის სამართები, ორ გვერდიანი, როდესაც იქნება საიტი, 3 გვერდიანი და ასე შემდეგ. ამასაც მოგვიანებით შევქმნით. page net-ს დავარქვათ. მისამართი ის ჯერჯერობით არ ექნება. მაგრამ ექნება ესეთი სახელი. ოთხი გვერდი გავაკეთოთ დასაწყისისთვის და მე თუ მოითხოვ 4 კი არა 24-ის გაკეთება შეიძლება რა თქმა უნდა. ესეთი გვერდები. და დარჩა რა ბოლო შტრიხი რა მის დასასრული. ბოლო ნაწილი ვებგვერდისა. ამ კლასებს მე ყველას ერთად რა დაუნიშნავს. ამის სახელი იყოს clear. შემდეგი დასასრული, ანუ ხო აქ დასრულება აუცილებელია და ეს რატომ მოვიწყდება. ვერ ხვდები, ესე აქ. ასევე დასასრული feature. და წარწერა, რომელიც ყველა ვებგვერდის ბოლოში გვხდება და თვითონაც
ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება ყველა უფლება დაცული. მეტი რა. ჩემი ინტერიერი როგორც ჩვენი წინაპრები მიტყოდნენ WhatsApp-ი კოპი. ანუ ეს რაღაცნაირად თვითონ ეს ყველაფერი ლიცენზირებულია. ესეც წარწერა ბოლოში გვაქვს. ნახოთ ეხლა რა გავაკეთეთ, რა გავაფუჭეთ. ეს სტატიის დასახელება ეს ყველაფერი დაცულია, მოგეთ ყველაფერი გვაქვს, ოღონდ ყველაფერი გაერთიანებულია, უნდა დავყოთ. დაყოფა ხდება რა თქმა უნდა CSS-ის საშუალებით. უკვე უშუალოდ დაგჭირდება ურთიერთობა CSS-თან, აქ სადაც ამ ყველაფერს ძალიან ლამაზად და კოხტად, ასე ვთქვათ, დავაწყობ და რაღაც ტიპის დიზაინს მივცემთ. მოკლედ ამ ეტაპზე ყველაფერი დასრულებულია, გადავიდეთ CSS-ზე და რა თქმა უნდა ვიწყებთ საიტის ტანით. შეჯერებით margin და padding-ის ნულებზე დავაყენოთ. იქ რაც გავაკეთეთ, ანუ ეს წარწერები ყველაფერი აქ რა თქმა უნდა დაგჭირდება, ამიტომ როდესაც მე იქ კლასებს უნიშნავდი, ის სახელები წინასწარ მქონდა ჩანიშნული, ასევე თქვენც უნდა ჩაინიშნოთ. ეს clear ეს კლასი მქონდა მე ჩანიშნული. ტექსტი ასევე გასწორება მარჯვენა მხარეს. და header-ი. header-ზე მითითებული მაქვს, რომ გასწორდეს ცენტრში, ანუ header-ი ეხლა ვნახოთ ჩვენ როგორ გვაქვს და უშუალოდ უფრო კარგად აგიხსნით, ანუ რასთან გვაქვს საქმე. საქმე რაშია, ჩვეულებრივ header-ი არის აქ ამ შემთხვევაში მთავარი გვერდი ეს არის ID header-ის და მე აქედან მივუთითე, რომ header-ი H2-ზე რომელიც არის, ნუ გასწორდეს ცენტრში. ნახოთ აბა როგორ გაიგო ჩემი ბრძანება კომპიუტერმა. აი გვერდის სათაური გაასწორა, ასე ახლა დავიწყებთ ნაწილ-ნაწილ ყველაფრის გასწორებას და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში რაღაც შედეგს მივიღებთ, ხო? ნუ შემდეგ გადავდივართ აქ მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე, როგორც არის left, right. და მათი სიგანე იყოს 230 პიქსელი. ასევე გასწორებებიც გავაკეთოთ აქ, მოდი. მაგალითად, ზევიდან და ქვევიდან იყოს 0 და მოშორება პირველი ხაზიდან იყოს 10 პიქსელი. ასევე იყოს მაქსიმალური ზომა სიმაღლე უბრალოდ ამ ფანჯრის 300 პიქსელი. ნახოთ ახლა ანუ აქედან დაშორება კონდეს 10 პიქსელი. აი როგორც ხედავთ გამოიწია. შემდეგ აქ ეს დავხუროთ. და მივცეთ left
float იმენცხენა მხარე ასე right და ცენტრში გასწორება იყოს 250 პიქსელი. როგორც უკვე გითხარით, მე აქ უკვე დეტალურად ყველაფერი განვიხილე, როგორ შეიძლება ვებგვერდის დაწყობა, ამიტომ ეხა მინდა სწრაფ რეჟიმში ვაწყობთ ვებგვერდს და შეიძლება ასე ვთქვათ, ეს ტერმინები, რასაც მე აქ ვიყენებ, უკვე განხილული მაქვს წინა ვიდეოებში და შეგიძლიათ იქ გადახედოთ. ეხა მე ასევე დავასეივოთ და გამოჩნდება ახლა მე რა გავაკეთე და თან ახსნე. აქ ეს შევასწოროთ თუნდაც left და გამოვა ესეთი ტიპის რაღაც. ანუ მე აქ მითითებული მაქვს, რომ 10 პიქსელით 230 პიქსელი იყოს მისი ზომა. აქედან აქამდე, მაგრამ 10 პიქსელი აქედან ანუ ბოლოდან 10 პიქსელი აღებული, თავიდან 10 პიქსელი აღებული წინ და უკან. შესაბამისად სულ გამოდის 230 250 პიქსელი. და ეს მაქვს მითითებული აქ, ანუ ეს უჯრა მთლიანად თავიდან ბოლომდე თავის ხაზიანად იკავებს 250 პიქსელს, ასევე ეს უჯრა თავის ხაზიანად იკავებს 250 პიქსელს და ტექსტი შუაში, რაც ზედმეტი დარჩა, ასე ვთქვათ. ეს ავტომატურად გამოვიდა შემდეგი ამათი დაჩენილი ზომა. ეხლა იმისათვის რომ ამას ესეთი ხაზები გვერდითაც გქონდეს და გაცილებით ლამაზად გამოჩნდეს, დავუნიშნოთ ეს ხაზები, კი ბატონო, არ არის პრობლემა. და ფერი ეხლა შავი იყოს. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ დავუნიშნოთ ასე ვთქვათ შავი ფერი. ამის კოდიც ძნელი არ არის, თან მით უმეტეს. ესე. ეხლა ეს იქნება ნახევარი წესით. და თუ გვინდა რომ ქვევით ჩამოგზელდეს, ასევე უნდა დავუნიშნოთ განყოფილებასაც. და მე კიდე ამ განყოფილებასაც. ესე ნუ რაღაცით გამოისგვერდებია. როგორც ვიცით. ნუ რაღაცით გამოიყო ეს მარცხენა მხარე, ეს მარჯვენა მხარე ცენტრალური მხარისგან. მაგრამ უფრო ლამაზად რო გამოვიდეს, აქ ცოტა ესენი შევცვალოთ, მოდი ჩვენ. დახრები. მოშორება გავაკეთოთ უფრო. ესე გაიშლება, ქვევიდანაც საიწია. უფრო კარგია, ვიდრე მიწებებული. აქაც უკეთესია. და ასევე პატარა შესწორება, დაშორება ყოველ შემთხვევაში კუთხიდან, რომელიც აღნიშნული გვაქვს ჩვენი ქაშერით. და ასევე სიახლის მოკლე აღწერის სათაურების გასწორებას ეს ეხება
ცენტრს, ამიტომ აქ დავუწერე ცენტრ და H1-ის. ანუ ყველაზე დიდი რაც არის, H1-ია და შესაბამისად ეს არის მისი დასახელება, მას მივცეთ, რომ არ იყოს გასწორებული არც ერთ კუთხეში, არ წირდება მას კუთხიდან დაშორება და ასევე ტექსტი გასწორებული იყოს ცენტრში. დავასეივოთ და ნახოთ. გადავიდეთ შემდეგზე, ახლა მაგალითად ბანერის დაყენება. ბანერის გასწორება უпроსტად ამას შეუქმნათ თავისი ჩარჩოები. ფერიც მივანიჭოთ. დიეზი არის ამ შემთხვევაში ფერის ნიშანი, ხო ვიცით ისედაც. დაიხურება შემდეგი ბოლო ნაწილი ანუ ფუტერი დასასრული ტექსტის გასწორება ცენტრში აქ მეტი არც არაფერი არ არის ასევე ისინი რა ქვია გვერდების აღნიშნული ჩვენ მას page-net-ին დავარქვით. სახელები ეს ყველაფერი დასამახსოვრებელია, რა თქმა უნდა და იმის მიხედვით იქ როდესაც კლასები დავუნიშნე, იმის მიხედვით აქ ვაკეთებ შემდეგ განყოფილებებს. 100%-ით ასევე დაშორება ამასაც 0 პიქსელს მივცემ, არ ჭირდება. და გასწორება ცენტრში. ხო ნახოთ. რაღაცეები შევცვალეთ. პროგრამის კოდი ძიება. ასე. აქ შეიძლება ახლა ამ სტატიებს შორის იყოს დაშორება, ეს უფრო გაცილებით უფრო ლამაზად გამოჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ არის. მაგალითად სადაც არის ჩვენი სტატიები ეგ ხოსვათ დაშორება 3 პიქსელი. ნახოთ ახლა. ესეც აქ დაშორდა, ხაზები გამოჩნდა. გასწრებით უფრო ლამაზია. აქ რაც შეეხება, აქ ეს ცენტრში არ გასწორდა და რატო ახლა ამას შევხედოთ ჩვენ რა შეა საქმე. page-ში აქ story აბა აქეთ როგორ მაგა ხო აქ ის უნდა ეწეროს რა წერია ახლა უკვე გასწორდა ხო აი გასწორდა და ნუ სტანდარტული ვებგვერდის რაღაც ტიპის სახე მიიღო ხო ახლა შევქმნათ მეორე განყოფილება რომელიც იქნება სრულად აღწერის ტექსტი
ну პრინციპში შეიძლება რომ ესეთი ტიპი შეიქმნას აი ისე HTML-ი შევინახოთ როგორც არტიკლი დავარქვათ წერტილი HTML აქ ზუსტად იგივე იქნება რასაც ჩვენ ინდექსში ვიყენებთ ოღონდ არ დაგჭირდება ეს სტატიები და შეიძლება რომ ამოღებული იყოს მაგალითად სტატია მთავარი class article აქ მითითებულის გვაქვს ან ეს მისამართი იყო მისი სახელი რა ანუ აქ სულად ნახვა გვაქვს და ეს არ დაგჭირდება ესეც არ დაგჭირდება ეს შეიძლება რომ ამოღებული იყოს და სტატიის ტექსტი დაგჭირდება უფრო მეტი. დრო ინფორმაცია აქაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მოკლე აღწერაში, ხო? შეგვიძლია ახლა ვნახოთ ჩვენ ეს. შენახული არა გვაქვს. კი გვაქვს შენახული, მაგრამ CSS-ში. ანუ CSS-ში ნამდვილად ამჭირდება. შევინახოთ თავარ გვერდს. კიდე საშუალო იქნება. ჩვენ გვაქვს მენიუ მთავარი გვერდი, ეს გვინდა ავტორიზაცია გვინდა. ესეც გვინდა. და აი ეს აქედან შეგვიძლია ისიც დავშალოთ. ეგეთი ტიპის ფაილს მივიღებთ და ახლავებთ. ასევე ესეც არ გვინდა. და აღარ დაგჭირდება სრულად აღწერაში. ასევე სრულად აღწერას, რა თქმა უნდა, აღარ დაგჭირდება. იმიტომ რომ ეს სრულად აღწერაში ვიქნებით და ესეც სტატიის, ესეც აღარ დაგჭირდება. ეს არ უკავშირდება რაღაც ერთი. სადაა მის წაკავშირი. ესეთი რაღაცა თუ დავაკოპირებ ვერ გავიქ. ერთი CSS-ი აქ ორი ფოლდერი არ არის. ეს კოპირების დროს არ აღარ შეცდომა, მაგრამ ნუ აი ეს არის სრულად აღწერის ტექსტის სტატიის დასახელება, ვებგვერდის სათაური, ნუ დანარჩენი CSS გადმოყვა და სრულად აღწერის ტექსტი. ეს შექმნილი ახლა შემდეგ გადავიდეთ, ანუ ახალი გავაკეთოთ ისა რეგისტრაციის გვერდი. დავარქვათ მას reg ჩვეულებრივ კოპირდება index ფაილის მთელი შიგნეულობა. ოღონდ ცენტრიდან ნუ აქედან ბოლომდე თითქმის შენ იქნება ამოშლილი და დაიწერება ახალი ინფორმაცია. რეგისტრაციის ფორმა, ნუ აქ შუაში ხა ეს წაიშალა როგორც ხედავთ და გავაკეთოთ სტანდარტული ნუ ჯერ წარწერა რა თქმა უნდა. შემდეგ უშუალოდ ფორმა გავაკეთოთ. ანუ უჯრა რა. ჯერჯერობით ესეც არა შექმნილი და მე შეიქმნება. ამ ეტაპზე მე სწრაფად ვაკეთებ ვებგვერდის შექმნას და უშუალოდ კიდევ ერთხელ ვეძახი რომ რა კოდებსაც აქ ვიყენებ 1000 ჯერ მაინც მექნება განხილული სხვა ვიდეოებში. так დამჭირდება უკვე ლინკის და პაროლის ჩაწერა.
ამის დაკოპირება შეიძლება აქ ინდექსიდან ეს სადაც იწყება თეიბლი მაგალითად ლოგინი და პაროლი, ხო? ესე იგი ჩვენ აქედან გვეწყება და რეგისტრაცია არ გვინდა ეგ თავდება. კოპირება შეგვიძლია და აქ ჩავსვათ. გავუშვათ. აქაც ეს დავამთავრე. რაღაც არ წავიდეთ submit name reg რეგისტრაცია captcha-თვის ანუ კოდირებისთვის ესეთი რაღაცა რეგისტრაცია on ეს არ გვინდა და გვინდა სურათი ესე ახლა უკვე გამოვიდა და აქ უკვე captcha-ს გავაკანო აქ როდესაც იწერება რაღაც ის არის რა რეგისტრაციის დროს როდესაც გვიგდებს რაღაც ციფრებს რომლებიც უნდა შევიყვანოთ და შემდეგ გავაკეთებთ რეგისტრაციას აი ეს განყოფილება გაკეთდა და შემდეგ აქ პაროლის განყოფილება დავაკოპიროთ ახლა ჩვენ ესე იგი კოდის აქ ჩავსვათ. ანუ რეგისტრაციამდე როდესაც პაროლი შევიყვანთ, აქ პაროლი რო გავამეოროთ, ან ჩვეულებრივი პაროლი და პაროლის გამეორება. იქნება ტექსტი. ესე გამოვიდა, ეხლა ცენტრში გავასწოროთ და ნახოთ რა მე მგონი. ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. სახრანით ესენსში გიგასტურდა, მაგრამ აქედან ეტყვა ესენი არ მაქ დამახსოვრებული, ხო ეხლა დავამახსოვრები, ანუ რეგში აქ ცვლილებები არ მქონდა დამახსოვრებული. აი captcha, ну აქ არის შეგვიძლია ნახოთ, ანუ აქ ის კოდი დაიწერება, რომელიცაც მე მიუთითებ, აი აქ სურათი ამ შემთხვევაში სურათი არ არის, captcha php არ არის და შესაბამისად რა თქმა უნდა არაფერი არ დაიწერება, მაგრამ როცა იქნება ეს ყველაფერი გამოჩნდება პაროლის გამეორება, პაროლი, ნიკი, რეგისტრაცია. ეს ყველაფერი შეგვიძლია მერე ჩავთოთ და ასე ვთქვათ ვამუშავოთ. და რავი, დარჩა ალბათ ბოლო ნაწილი, ну ძიება. აქაც იგივეს ვაკეთებთ. ყველაფერს ვაკოპირებ. შევინახავთ როგორც შეშტაიმენ აქაც არ მჭირდება მე ზედმეტი რაღაცეები დავიწყოთ ცენტრიდან ასენ შეგვიძლია ამუშავოთ და ახალი წერა დავიწყოთ
ძიების შედეგები მაგალითად ჩვეულებრივ ჩამონათვალს გავაკეთებ ახლა აქ ეს დავშალოთ თუ აქ რაღაცები უნდა გავიგოთ დაწერია ლილი და აქ იქნება ეს ამას ეკუთვნის ეს ახლა დავამახსოვროთ და ნახოთ search ხო ასეთი მესამე გვერდიც მესამე თუ მეოთხე უკვე ყოველ შემთხვევაში გვერდი შეიქმნა ასევე საინტერესო იქნება ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ, თუ პაროლი და ნიკი და პაროლი არ შევიდა დაუშვათ და ამის შესახებ ინფორმაცია რომ მოგვაწოდეს, რომ ეს ნიკი ან პაროლი არასწორია დაუშვათ. ეს ინდექსში უნდა გავაკეთოთ ნიკი პაროლი. აქ მივთითოთ კიდევ ერთი პარამეტრი, რომელიც ჯერ რა თქმა უნდა ტრადიციულად არა გვაქვს შექმნილი მისი სახელი იყოს message და შეყვანილი ნიკი ან პაროლი არასწორი მაგალითად ისიც დავამახსოვრებით. და ამ შეტყობინებასაც რა თქმა უნდა დაჭირდება თავისი CSS. ზევით გადავიტანოთ. წესით აქ უფრო ლამაზად გამოჩნდება ისე, რამდენად უშვილის ეგ არ ვიცი. უკეთესია ზევით გამოჩნდეს ვიდრე ქვევით. აქ ეს იყო შეცდომით, ანუ ეს ბჭყალი რო გაიხსნა, აქ უნდა დახურულიყო. კაი, всё. ეს თორია. ეს მოდი ბარემ გავაკეთოთ კოდი, რომელიც ინფორმაციას მოგცემს მაგალითად ახალ რეგისტრირებულ მომხმარებელზე ან ასე შემდეგ. შევქმნათ ახალი HTML-ი, რომლის სახელიც იქნება მაგალითად დავაკოპიროთ რა თქმა უნდა ინდექსი. ამ შემთხვევაში წამოვა ეს ცენტრიდან ფაილები. ესე იგი ჩვენ ცენტრი გვეწყება აქედან. შევქმნათ ახალი გვერდი მაგალითად გზავნილებისთვის ან შეტყობინებებისთვის, თუ რამე შეტყობინება იქნება, ამის შესახებ მოგცემს ინფორმაციას. დავარქვათ და მივთითოთ შესაბამისი განყოფილებაც. შეტყობინების ტექსტი. ისე ახლა CSS-ში უკვე
შუაში რო გასწორდეს messages პარაგრაფი გასწორდა შუაში თუ ამ შეტყობინება იქნება ახლა უცილებლად ისე გავაკეთოთ რომ ვიჩვენოს ამით აქ შევჩერდეთ ეხლა ჩვენ მოკლედ განვიხილეთ სადღაც 1 საათის მანძილზე როგორ შეიძლება პატარა ვებგვერდის შექმნა ის ყველაფერი გააჩნია ხა ამ ვებგვერდს გვერდები ეს ყველაფერი აქვს და დასახვეწია თანათან თქმა უნდა მაგრამ ამას შემდეგ გაკვეთილებში განვიხილავთ მაგრამ ძირითადად რაც მინდოდა ასე თქვენ ვებგვერდის შექმნა თქვენ შეგიძლიათ როგორც უკვე გითხარით არსებობს ესეთი უკვე დახატული დიზაინები ან ნებისმიერ სხვა ვებგვერდის დიზაინი აიყოთ და შესაბამისად აქ ჩასვა სურათები ახლა ვებგვერდის სათაური რო არის აქ შეიძლება სურათის ჩასმა გვერდებზე სურათების დაყენება რაღაცების მიერთება და ასე შემდეგ ჩვენ ამას განვაგრძელებთ ანუ ეს პირველი გაკვეთილი იყო ეხლა უკვე ასევე ვისწავლეთ TPL ფაილებთან მუშაობას რომლებიც ისე რომ ერთ გვერდად ეს TPL ფაილები ასე ვთქვათ ყოფენ რა აქ ყველაფერი ერთად რომ იწერია მე სასარგე გავწერდა რეაქტორების დროს არ დამჭირდება ძიება მეცოდინება კონკრეტულად რომელი უჯრა რომელი პარაგრაფი სად არის და შესაბამისად იქიდან დავიწყებ მის რედაქტირებას და არა ამ აუსაურში როგორც აქ ჩანს კარგი აქ შევჩერდეთ გავაგრძელებთ შემდეგ გაკვეთილში